სპორტი, ვარჯიში, დილაობით სირბილი, ჯანსაღი ცხოვრების წესი. რას ფიქრობთ ამის შესახებ? დაწერეთ კომენტარებში. ზოგს მოსწონს, ზოგს არა და ზოგი კი ამ საკითხს ძალიან თავისებურად აღიქვავს. მაგრამ როგორადაც არ უნდა იყოს, ღირს იმის ცოდნა თუ რაში მდგომარეობს იმ ადამიანების უპირატესობა, რომლებიც სპორტით არიან დაკავებულები. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ამ ადამიანებზე და დავასახელებთ 10 მიზეზს, რომელიც გაგვირკვევს თუ რატომაა აუცილებელი სპორტული ცხოვრება. პირველი მიზეზი, რომელიც არის უმთავრესი, ეს ეხება თქვენს ჯანმრთელობას. ადამიანებს, რომლებიც სპორტით არიან დაკავებულები, თუნდაც იყვნენ არაპროფესიონალები, ბევრად უკეთესი ჯანმრთელობა აქვთ, ვიდრე არამოვარჯიშეებს და ეს შემთხვევითობა არ არის. სპორტული აქტივობები აძლიერებს გულს, ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას, აქვს სასარგებლო გავლენა სხეულის ყველა სასიცოცხლო სისტემის ფუნქციონირებაზე, ასევე აუმჯობესებს ტვინის აქტივობას და ანელებს დაბერების პროცესს. მეორე მიზეზს წარმოადგენს ვარჯიშის შედეგად მიღებული კარგი განწყობა, რომელიც გამოედინება სპორტსმენისგან. ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ ადამიანი თითქმის ყოველთვის გრძნობს ძალის მატებას, თუნდაც ფიზიკურად იყოს დაღლილი. მისი მორალური განწყობა იწევს მაღლა, ხოლო ფსიქიკური მდგომარეობა შესანიშნავია. სიცოცხლის უნარიანობა პიკს აღწევს. შემთხვევითი არ არის ნათქვამი, რომ სპორტი დეპრესიის საუკეთესო წამალია. ყოველივე ამის შემდეგ, დროებით ივიწყებთ პრობლემებს და უსიამოვნებებს შეხედავთ სხვა კუთხით. ეს სხვა საკითხებთან ერთად ხელს უწყობს თქვენს ფსიქიკურ მოდუნებას. მესამე მიზეზი. სპორტი უძლიერებს ადამიანს საკუთარი ძალებისდამი რწმენას და თვითდაჯერებულობას. ასევე უზრდის თვითშეფასებას, აძლიერებს ნებისყოფას და ანვითარებს ადამიანს როგორც ინდივიდს. რადგან ხშირ შემთხვევაში ვარჯიში მჭიდრო კავშირშია სისუსტეების დაძლევასთან, შესაძლებლობის ზღვრამდე მიყვანით. საკუთარი ღირებულებების გადაფასება და ბევრი სხვა რამ, რაც აძლიერებს ადამიანის ხასიათს. მიზეზი მეოთხე. საკმაოდ მარტივია, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის სხეულის გაჯერება ჟანგბადით. სხვადასხვა სახის ვარჯიშის დროს ადამიანის ორგანიზმი იწყებს მეტი ჟანგბადის მოხმარებას, რითაც აჯერებს მის ყველა უჯრედს. ეს ყველაფერი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კაპილარულ სისტემაში. აგრეთვე განსაკუთრებით სასიკეთოდ მოქმედებს კუნთების რეაქციებზე და რეფლექსებზე. მიზეზი 5. ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნოა, რადგან ის პირდაპირ კავშირშია ადამიანის გარეგნობასთან. თუ ინტერნეტში მოძებნით ინფორმაციას, შეგიძლიათ იპოვოთ უამრავი მაგალითი იმისა, რომ ადამიანები რადიკალურად იცვლიან გარეგნობას. იზრდიან კუნთებს, მუდამ გამხდარი და მსუქანისაგან გადაიქცევიან საოცარი ფიგურის მქონე ადამიანებად. ბევრისთვის ეს არის ყველაზე ძლიერი მოტივაცია. გარდა ამისა, ლამაზი სხეული მიმზიდველიცაა, რაც კარგი ამბავია, რადგან საპირისპირო სქესთან წარმატება 100%-ით გარანტირებულია. მეექვსე მიზეზი ძილის ნორმალიზებაა. რეგულარული ვარჯიში უზრუნველყოფს ჯანსაღ ძილს. ამის გამო ორგანიზმში სტიმულირდება ენდორფინების, ეს არის ბედნიერების ჰორმონები, გამომუშავება, რომლებიც ანთავისუფლებს ადამიანს სტრესულ ნერვიულ დაძაბულობისაგან. მეშვიდე მიზეზი მოკლედ იყო ნათქვამი ადრე, როდესაც საქმე წონას ეხებოდა. სპორტული ვარჯიში სხვა საკითხებთან ერთად შესანიშნავი საშუალებაა მადის გასაკონტროლებლად. აქ კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ენდორფინების როლი, რადგან ისინი ასრულებენ ერთგვარი დამცველების როლს, რომელიც შედეგად იბლოკება შიმშილის გრძნობა და აქტიურებს მას მხოლოდ მაშინ, როდესაც სხეულის კვება სჭირდება. ასე რომ, სპორტით ადამიანი არეგულირებს არასრულფასოვან და ჭარბ კვებას. მერვე მიზეზი ის არის, რომ სპორტი ქრონიკული დაღლილობისაგან განთავისუფლების საშუალებაა. ასევე იზრდება სტრესების წინააღმდეგ მდგრადობა. გაზარდეთ სასიცოცხლო ენერგია და შეინარჩუნეთ შესანიშნავი ჯანმრთელობა. სპორტდარბაზში სტუმრობით, ვარჯიშზე სიარულით, სირბილით, ადამიანი თავისუფლდება როგორც გარე ფაქტორების გავლენისაგან, ასევე ყოველდღიური ცხოვრების რუტინისგან. ყველა დღე ივსება მიზნის მიღწევის სტიმულით, ამიტომ თამამად იარეთ თქვენს ცხოვრებაში.
მეცხრე მიზეზი არის სხეულის სწრაფი აღდგენა სხვადასხვა დაზიანებების, დაავადებების და სხვა რამის შემდეგ, რადგან სპორტით გაჯანსაღებული ორგანიზმი ბევრად ძლიერია, ვიდრე ადრე იყო. მეათე მიზეზი ზოგადად ცხოვრების წესია. სპორტით დაკავებულ ადამიანს შეუძლია რადიკალურად შეცვალოს საკუთარი ცხოვრება. სპორტს შეიძლება ეწოდოს ერთგვარი თერაპიაც კი, რადგან ბევრმა ადამიანმა, ვისთვისაც ცხოვრება ბნელი და მოსაწყენი იყო, ვარჯიშის რამოდენიმე თვის შემდეგ დიდი ხნის ნანატრის სინათლის იმედის გამოჩენა ეღირსათ და დროთა განმავლობაში ჰარმონიულებიც ხდებოდნენ და თავის წილ ბედნიერებასაც ღებულობდნენ. გარდა ამისა, სპორტი დაგეხმარებათ განთავისუფლდეთ ცუდი ჩვევებისაგან, შეცვალოთ თქვენი სოციალური წრე, ვიპოვოთ ახალი მეგობრები და კიდევ ვიპოვოთ თქვენი ცხოვრების პარტნიორი. ფიზიკური ვარჯიშები ძალიან სასარგებლოა ხანდაზმული ადამიანებისთვის. არასდროს არ არის გვიან ვარჯიშის დაწყება. ხანდაზმული ადამიანებისთვის არსებობს სპეციალური ვარჯიშები, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ისინი არ საჭიროებენ დიდ ფიზიკურ ძალისხმევას. ამ ვარჯიშებს აქვს მთელი რიგი სარგებელი. რეგულარული ფიზიკური აქტივობა ანელებს და ხელს უწყობს დაბერების ზოგიერთი უარყოფითი ეფექტის თავიდან აცილებას. თუ ხანდაზმული ადამიანი ვარჯიშობს, მათ უკეთესი ძილი აქვთ და შეამცირებენ მრავალი დაავადებისა და ჯანმრთელობის დარღვევის წარმოშობის რისკს. თქვენი განწყობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. თქვენ იგრძნობთ ძალის მოდინებასა და სიცოცხლის უნარიანობას. ძალა დაბრუნდება. არ გადადოთ ფიზიკური ვარჯიშები ხვალისთვის, ორშაბათისთვის, თვის დასაწყისისთვის ან კიდევ წლის დასაწყისისთვის. დაიწყეთ ახლავე.